შემოგვიერთდება ჩვენი კოლეგა ჟურნალისტი იური კულინიჩი კიევიდან პირდაპირ ჩართვით და რა თქმა უნდა ჩვენთვის ძალიან საინტერესოა რამდენად იყო მზად კიევი ასეთი ტიპის ცვლილებებისთვის ბუნებრივია ამას ვიკითხავთ ჩვენ თავდაპირველად და შემდეგ უკვე დეტალებსაც დავაზუსტებთ თუ რა ვითარება არის უკრაინაში ტრამპის ასეთ უკრაინის პოლიტიკურ წრეებში ტრამპის ასეთი მკვეთრი განცხადებების შემდეგ მივესალმებით ჩვენს სტუმარს დიდი მადლობა მას რომ შემოგვიერთდა კიევიდან პირდაპირ ეთერში ჩვენი პირველი შეკითხვა არის ასეთი რამდენად მოულოდნელი აღმოჩნდა ტრამპის ეს რიტორიკა უკრაინაში და იყო თუ არა უკრაინის ხელისუფლება მზად ამგვარი ტიპის ცვლილებებისა. ცვლილებას ალბათ ყველა ელოდა ბაიდენის ადმინისტრაციის შემდეგ მოსული ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, მაგრამ ასეთ მკვეთრ ცვლილებებს ელოდებოდნენ თუ არა უკრაინაში. Смотрите, если мы посмотрим на то, какие позиции озвучивала по сути уже тогда еще будущая команда Трампа и сам уже არჩევნებამდე დონალდ ტრამპის გუნდი და ამჟამად უკვე პრეზიდენტი ტრამპი ეს პოზიციები Да, и если мы те слова, посты, которые и распространяют, ხასუსვავთ იმ სიტყვებს, იმ პოსტებს, რომელსაც ავრცილებენ ტრამპის მხარდაჭერები, ფაქტიურად ჩვენ აქ ხედავთ ძალიან ცოტა სიახლეს. დიდი თვალსაზრისით, თუ არ მივიღებთ ხედველობაში ექსცენტრიულობას, განსაზღვრულ ექსცენტრიულობას იმ ადამიანებს, რომლებიც წარმოადგენენ ადმინისტრაციას თეთრი სახლის ყველა გამომდინარე შედეგით, მაგრამ ისინი გამოდიან ასევე კონსტრუქციული მიმართულებით, რომელიც განიხილება ამჟამად ევროკავშირის დონეზე და ასევე ოფიციალური კიევის დონეზე. მე ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით ჩვენ უნდა გავყოთ კარგი და ცუდი. მაგალითად, ამჟამად ფონზე სხვადასხვა რეპლიკების გაცვლისა ოფიციალური ვაშინგტონისა და ოფიციალური კიევის ამ ფონზე ხდება ვიზიტები, სატელეფონო ზარები, პოზიციების შეთანხმებები იმის თვალსაზრისით, თუ როგორი მოქმედოს დემოკრატიულმა მსოფლიომ რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებით. და უნდა ხაზი გაესვას, რომ ამჟამად ამ საკითხზე მიდის მოლაპარაკებები ამერიკის პრეზიდენტის სპეცწარმოადგენლის მხრიდან, კიტ კელოგის მხრიდან რუსეთის ფედერაციის საკითხებზე მაგრამ ვაშინგტონის დაჟინებული მოთხოვნით პრესასთან მიდგომა, პრესკონფერენციასთან დაკავშირებით ასეთი კითხვები დასმული არ იქნება, მაგრამ თუ ავიღოთ ოფიციალურ შეტყობინებას როიტერსის მხრიდან, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ პოზიციები, რომელიც კიტ კელოგმა გააჟღერა, მას შემდეგ რაც ჩამოვიდა ოფიციალურ კიევში, ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩვენ გვესმის დიახ სიტუაციის სირთულეს და გვესმისო ნებისმიერი მიმართულებით, როდესაც განვიხილავთ მოვლენების განვითარებას და მოლაპარაკების მიმართულებას ჩვენ უნდა მივიღოთ ხედველობაში უკრაინის პოზიციები, რაც შეეხება უსაფრთხოების გარანტიებს და სამართლიან სტაბილურ მშვიდობას. საინტერესოა, სად ხედავთ იმ შეხების წერტილებს, როდესაც დაემთხვევა ამერიკის ახალი ადმინისტრაციის, ზელენსკის ადმინისტრაციის, ანუ უკრაინის და ევროკავშირის მიდგომები ერთმანეთს, რაც უკრაინისთვის გახდება მისაღები ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში. რა არის ის საკითხები, თუ არის გამოკვეთილი უკრაინის ხელისუფლებისთვის, რაზე შეიძლება ის დასთანხმდეს? Смотрите, мы можем исходить из того, что ჩვენ შეგვიძლია გამოვიდეთ იქიდან, რაც უკვე გაჟღერდა უკრაინის ოფიციალურ წარმომადგენლებისა და უკრაინის პრეზიდენტის დონეზე, ვლადიმერ ზელენსკის დონეზე, მაგრამ
ზელენსკის მხრიდან, მაგრამ ამჟამად ჩვენ კონკრეტიკა არ გაგვაჩნია საკმარისი რაოდენობას, ვის რომელზეც შეიძლება დავაყრდნოთ მომლების შემდგომი განვითარებები. ჩვენ მოვისმინეთ სამშვიდობო ძალების იდეა, უბრალოდ კონტინგენტის შესახებ, რომელიც გავიგეთ ბოლო დროს თუ გამოვალთ იმ განცხადებებიდან, რომელსაც აკეთებს ოფიციალური პარიზი, ოფიციალური ლონდონი, ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ პოზიციაზე ნატოსთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება განვითარდეს, მაგრამ ომის შეწყვეტის, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ თუ ვისაუბრებთ იმ პოზიციაზე, რომელიც გაუცელა ნატოს გენდივანმა მარკ რიუტემ, მაგრამ როგორც ჩვენ გვესმის კიევში, როგორ ხედავთ ამას კიევში, ჩვენ ამჟამად გაგვაჩნია ძალიან მრავალშრიანი პროცესია მოლაპარაკებების, რომლის შედეგებზე ჩვენ განვჯდით იმ მოლაპარაკებისა და ვიზიტების შედეგად, რომლებიც ამჟამად მიმდინარეობს კიევში და რომელიც ჩატარდება ასევე ოფიციალური შეხვედრების დონეზე იგივე ევროკავშირის წარმომადგენლებსა და თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შორის და ასევე ველი წინსვლებს, თუ როგორ შეიძლება გაგრძელდეს სამშვიდობო გზა შეთავაზებებით, რაც შეეხება დარეგულირებას კონფლიქტის, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მოქმედებისა და როგორ შედეგებს მივიღებთ სტარმერისა და დონალდ ტრამპის მოლაპარაკებების თვალსაზრისით, ყოველ შემთხვევაში ის ბაზისი, რომელიც ჟღერს სხვადასხვა დონეებზე, თეთრი სახლის დონეზე, ოფიციალური კიევის ხელმძღვანელის დონეზე, ეს არის ოკუპაციის არაღიარება და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარდაჭერა. როგორ თუ შეიძლება არავინ არ ვაჭრობს ესეთი საკითხებით. თქვენ ახლა რასაც ვისმენთ თქვენგან აქცენტს აკეთებთ საქმიან ნაწილზე, მოლაპარაკებების შესაძლო დეტალებზე, თუმცა აი ამ რიტორიკას, რაც ჩვენ მოვისმინეთ ბოლო დღეებში, თან ახლდა ნაკლებად საქმიანი ნაწილი, რაც გამოხატავდა ამერიკის ახალი პრეზიდენტის გარკვეული ტიპის ცოტა აგდებულ დამოკიდებულებასაც, მოდით პირდაპირ ასე დავარქვათ ამას, როდესაც კონკრეტული სახელდებები მიუსადაგა პრეზიდენტ ზელენსკის, მათ შორის მან თქვა, რომ ის არის დიქტატორი, რაკიღა არ არის არჩეული, იქ ნათქვა მიიღო, რომ თითქოს მას აქვს ამ მომენტისთვის 4%-იანი მხარდაჭერა, მასზე იყო ნათქვამი, რომ ის არის საშუალო წარმატების კომიკოსი, უკეთეს შემთხვევაში შეუძლია მასხარაც რადაც ვთარგმნოთ ეს სიტყვა. მოკლედ, მე მაინტერესებს რა ტიპის გამოხმაურება აქვს საზოგადოებაში ამ რიტორიკას, უკრაინულ საზოგადოებაში. Да, но все-таки давайте будем предельно ясны. ნათელი მოვფინოთ ყველაფერს. რა დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელებში, Tweet Social-ში, დიახ, იყო გამოყენებული სიტყვა კომიკოსი და ასევე სიტყვა დიქტატორი, მაგრამ ჩვენ ასევე აღნიშნავთ საკმაოდ ობიექტურ პოზიციას და ფაქტიურად ის სიტყვები, რომელიც გააჟღერა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ, რომ ამ რიტორიკის გამო ჩვენ შეგვიძლია დასკვნა გავაკეთოთ, რომ შესაძლებელია ტრამპის თვითონ მისი გარემოცვა, ისინი არსებობენ რაღაც თავისებურ ინფორმაციულ ბუშში, მაგრამ დონალდ ტრამპის მიდგომები როგორ აფორმებს, გარიგებებს რაშიც დაწერა თავის წიგნში, ავტობიოგრაფიულ წიგნში, იგი რაღაც თავისებურად ბოლს უშვებს, ანუ აბოლებს ყველას, რათა აწიოს ფსონები თავის რიტორიკის დონეზე, რათა მომგებიანი პოზიცია ეკავოს ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, მაგრამ მინდა ხაზი გაუსვა პოზიციას, რომელიც ადგას ცენტრში. იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ცოტა კონკრეტიკა გაგვაჩნია და რეალური საქმეები, რომელზეც შეიძლება ლაპარაკი. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაქტიურად თუ ეს ყველაფერი განვიხილეთ როგორც ინფორმაციული ბოლი, კაფი, აი მაშინ როდესაც იგი დაჯდება, ჩვენ გავიგებთ რეალურად ესაგებია.
ჩვენი წარმომადგენლები რაზე საუბრობენ და რა მოლაპარაკებებს ახორციელებენ. იგივე შეიძლება ითქვას, რომ შედეგი არ მოყოლია ამერიკის დელეგაციისა და რუსეთის ფედერაციის შეხვედრა საუდის არაბეთში. ჩვენ არაფერი არ ვიცით კონკრეტულად რა ხდებოდა იქ. არის რაღაც ვარაუდები, ინსაიდები ეგრეთ წოდებული წყაროები, მაგრამ თუ ლაპარაკობთ კონკრეტულ შედეგებზე, ჩვენ არ გაგვაჩნია ისინი. თუ დაუბრუნდებით იმ საკითხს, თუ საზოგადოება უკრაინისა რა რეაგირებას ახორციელებს, უმრავლესობა ადამიანები, რომლებიც სოციალურ ქსელებში არიან აქტიურები, სხვადასხვა მესენჯერებში, YouTube-ში, Facebook-ზე, Telegram არხებში და ასე შემდეგ, ხალხი, რომელიც შეიძლება ჩავთვალოთ საზოგადოებრივი აზრის ლიდერებად, უმრავლესობა მათგანი თანხდება იმაზე, რომ ჩვენ ესე შეგვიძლია შევაფასოთ პოზიციები, რომელიც გაჟღერდა ზელენსკისთან მიმართებაში, ასევე იგივე თვალსაზრისით შეგვიძლია გავაჟღეროთ კანონები უკრაინასთან დაკავშირებით. ეს არის პრეზიდენტი, რომელიც არჩეული იქნა გამჭვირვალე სამართლიან არჩევნებში, გაცილებით უფრო მეტია მხარდაჭერა, ვიდრე დონალდ ტრამპი ამბობდა და უკრაინელების უმრავლესობა მხარს უჭერს სახელმწიფო მეთაურს.